მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგერელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს როგორ იქნება ეს კვირა ანუ 8-14 დეკემბრის შუალედი ზოდიაქოს ნიშანთათვის პირველში დედამიწა ორღობთ ენერგოველში ეს კი ნიშნავს იმას რომ მაქსიმალურად გაართულებს მოლაპარაკებებს გაართულებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის აკიდეების რეალიზაცია სხვადასხვა სახის წინააღმდეგობები პრობლემები შეიძლება წარმოექმნას გზავრობა მოგზაურობის კუთხითაც უნდა იყოს განსაკუთრებით ხილი წინდახედულები და აღნიშნოთ რომ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა 12 რიცხვში ანუ პარასკევს დეკემბრის ეთქოს ყურადღებას საკპლანეტო მერკური ინტელექტის გონების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში რის შემდეგაც სხვაჩვევის ეს კარგია იმიტომ რომ ადამიანებში მოიმატებს გონება מחვილობა უცხოენების ათვისების უნარი მოიმატებს ოპტიმიზმი ენთუზიაზმი ხასიათში აქტიურად მოქმედების უნარი კომუნიკაცია ურთიერთობებში აი ეს გაგვიძლიერებს მაგრამ უარყოფითი არგოვალი ასწავლეთ ხოლმე ყურადღებას მათ შორის ჯანმრთელობის მიმართ მათ შორის გარკვეული დაძაბულობის მიმართ რომელიც შეიძლება თქვენ სირგლივაც წარმოიქმნას ადამიანებში და ამ ხრივ მაქსიმალურად ნუაყვებით თქვათ პროვოკაციებს და მოვერიდოთ ყველა სახის ზედმეტ ემოციურ გამოვლენებებს სულსტრაფობას და კონფლიქტებს რომელთა ალბათობა აქ მოიმატებს რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რაც ყველა მათზეც აისახება დედამიწის უარყოფითი ენერგოველი დაიწყოთ ვერძით პირველ რიგში რუტინული საქმეების გაკეთება მოგიხდებათ, რაც თქვენ ძალიან არ გიყვართ. მოგიხდებათ დაბრუნება დაუსრულებელ პროექტებთან, ძველი პრობლემების გადაწყვეტასთან, ფინანსურ საკითხებთან, თუ რაღაც გადასახდელი გაქვთ ჯარიმა, რაღაც სხვა, აი ამის გადახდის წინაშე შეიძლება დადგეთ და ასე შემდგომ. ნელ-ნელა დაძაბულობა მატლობს თქვენსა და ერგილყოფ ადამიანებს შორის, თუმცა ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ენერგიას არ ურჩივით. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი აქტიური, ენერგიული კომუნიკაბელური გონება მახვილი ამ ხრივ პრობლემები არ არის, მაგრამ აი ეს ნეგატიური წყალშედინებები, რომელიც ახლა ჩვენ აუჩით ამ თვისებებთან ერთად, აი ესენი უფრო მეტად იძალებენ თავს და აღნიშნოთ ის, რომ ზოგიერთ თქვენი იდეა შეიძლება აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდეს ირგვლივ ადამიანებზე და ეს პერიოდი ცოტა რთულია სხვადასხვა მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, მათ შორის უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით შეიძლება მაგათ დაერღვეს რაღაცა დაუშვათ ხელშეუხლება უცხოელებთან, არ რაღაცა მათი დაპირება არ შესრულდეს, ან დაუშვათ გზაში რაღაც სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ ყოველ შემთხვევაში უცხოელ პარტნიორებთან ახლა ურთიერთგაგება თქვენი საგნობად სირდება და ესეც გაითვალისწინებთ. ყოველს კარგი იქნება თქვენთვის 8 და 13 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და ნეგატიურია 10 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, კუროებო ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამასთან ერთად ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს და ამიტომ იღავით ყურადღებით. ძველმა შიშებმა სხვაჩვევის ეჩვებმა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესიული ელემენტები თქვენ სიჯულთასთან ერთად მეტად განავითარეს, ნუ იქნებით ძალიან მეტად ხისტი, პირდაპირ ეს ხო დაძაბავს ურთიერთობებს და ამშვათ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომელიც ველობისას დაძაბულობა თქვენსა და ერგილყოფ ადამიანებს შორის მოიმატებს. თქვენ შეიძლება მოგიხდეთ ასევე დამატებითი ვალდებულებების შესრულება და გარკვეულწილად ეს დაძაბულობის ცოტა ამით მაინც გამოსწორება ურთიერთობებში და ფინანსურ საკითხებშიც კი. ყოველ შემთხვევაში აღნიშნოთ, რომ კონკურენტული ბრძოლა, მოშორნეები აკაშკარად იმოქმედებენ, ამიტომ ეცადეთ, რომ ენასკველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინდეთ საეჭვო ინტიმურ ურთიერთობებში, რათა აქაც რაიმე სახის სირთულეები არ წარმოიქმნეს შემდგომ. ერთ სიტყვით ეცადეთ, რომ ფრთხილად გაიაროთ ეს პერიოდი. არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი აქ არ დავგეგმოთ. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და უფრო შვიდ ხორბლულ რიტმზე გადავერთოთ. ეს იქნება უფრო უპრეიანი და წარმატებული. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ერგოტონუსს არ ურჩევით, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი აქტიური, კონტაქტური, კომუნიკაბელურია, მაგრამ რასაკვირველია თქვენს ფსიქიკაზე იმოქმედებს და განწყობაზე ირგვლივ ადამიანებთან ურთიერთობა, საერთო დაძაბულობა, რომელიც აქ მოიმატებს. აქედან გამომდინარე მოითხოვოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ებრძოლოთ მართლობა, ამასთან ერთად თვითგამოვლენის ტენდენცია გაქვთ, ასევე გინდათ გარკვეული პროპაგანდა წარმოაჩინოთ მორალური, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებისა და მორალური პრინციპებისა. კი ბატონო, გინდათ რომ ემსახუროთ სიკეთეს, ყველაფერი ძალიან კარგია, ანუ პროპაგანდა, მორალური, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებისა, მაგრამ ამასთან ერთად სიტყვების იქით ეს ყველაფერი არ წავა და დარჩება მხოლოდ ისევ სიტყვებით, სიტყვასთან დაკავშირებული. და ახლა აღნიშნოთ ისიც, რომ ამავდროულად უსამართლობა შეიძლება სწორედ დაეჯახოთ ასევე თქვენ და ასევე შეიძლება ზოგიერთი ფაქტი სხვათა მხრიდან თქვენს საწინააღმდეგოდ წარიმართოს
არასწორად შეიძლება მოხდეს ასე ვთქვათ ამა თუ იმ თქვენი სიტყვების ინტერპრეტაცია სხვათა მხრიდან, რაც შეიძლება უფრო მეტად დაძაბულობის ფაქტორი გახდეს და ეს პერიოდი აწყობს ხელს იურიდიული პრობლემების გადაწყვეტას. აქ ფინანსური კონფლიქტების კუთხითაც კი სირთულეები მოიმატებენ. ესეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სტაბილური ჰარმონიული ურთიერთობა როგორც სასქესო, ასევე ბიზნეს და საქმიან პარტნიორებთან. ეს კარგი იქნება თქვენთვის 8 და 14 დეკემბრის დღეები და არ ვარგათ 12 დეკემბრის დღე და რიცხვი, მაგრამ კუროებს მინდა უთხრა, მე მგონი გამორჩა კუროს კარგი და ცუდი დღეები, ყველაზე კარგია კუროს 11 დეკემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 9 და 13 დეკემბრის დღეები და რიცხვები კიდევ ერთხელ მოდის მოვხდი კუროებს ნაიმ გულმა ვიწყობისათვის. რაც შეეხება კეჩქებებს უბრალოდ სკოლისა ცოტა დისკომფორტი და ეს ადგურებს თქვენში, იმიტომ რომ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს და აუჩვენთ ესეც რომ აქ ეს ყოველივე ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენ ცხოვრებას. ნუ მოდი აუჩვენთ რომ აქ ჯანმრთელობას პირველში ყურადღება, მათ შორის კურსდასწავლის ზონა სუსტება, საქმიანი კუთხით სიფრთხილეა საჭირო, უსამართლობას უფრო მეტად და აშკარად იგრძნობთ ამ პერიოდში. და აქვეიდან გამომდინარე თქვენ ჩათვლით რომ გაცილებით მეტ საძლევთ საზოგადოებას თქვენი ცოდნით, თქვენი ენერგიით, ვიდრე იღებთ დავუშვათ მათგან უკან. ეს სწორედ უსამართლობის გზნობას აჩენს თქვენში და ამასთან ერთად აუშვათ რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას უმადურობა უფრო მეტად წარმოაჩენს თავს, რაც კიდევ უფრო მეტად ვთქვათ გაგაღიზიანებთ და ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ აქ დავიცვათ პარიტეტი და მეტი დიპლომატია თავდაჭერა როგორც ხელმძღვანელობთ ამასე კოლეგებთან მიმართებაში და აქ არ დაიწყოს სწორედ ურთიერთობა, რისი ტენდენცია აქ მაღალია. ეს კარგია თქვენთვის 11 დეკემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგაც 9-13 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება, პერიოდში მოდით ავუშვათ რომ აქ ენერგოტონუსი თქვენ არუჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შარმიანია, მიმზიდველია, თუმცა მატულობს გადამეტებული ფორმით სიამაყე და ამბიციები, ეგოიზმი, რაც ართულებს ურთიერთობებს ირგვლივ ადამიანებთან. ამიტომ კონფლიქტების ალბათობა მათთან მიმართებაში უკვე მოიმატებს. ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას კიდევ პირველ ნახევარში კვირისა შეიძლება კიდე გარკვეული მშვენი საკითხების დაუშვათ რეალიზაცია, მეორე ნახევარში გაცილებით უფრო რთული იქნება და ზოგიერთი თქვენი სურვილია ეს ვარგა და სულ ამბიციებთან დაკავშირებით განისაზღვრება სხვების მიერ როგორც ასე ვთქვათ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე. რამაც შეიძლება ასევე დაძაბულობა გამოიწვევს მათ შორის ახლობლებთან მიმართებაშიც კი, რასაც უნდა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ. ანუ ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შვილებთან, სასქესო პარტნიორებთან, იმიტომ რომ აქ ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვევს სერიოზულ უსიამოვნებებს და ეს უსიამოვნებები მერე გადავა თქვენს დამოკიდებულებაში, მათ შორის უფროსი თაობის ადამიანებთან, მათ შორის ხელმძღვანელებთან მიმართებაში და აქაც შეიძლება ეს ურთიერთობა დაიძაბოს. ზოგიერთ ხელშეკრულება შეიძლება არ შესრულდეს და აქედან გამომდინარე ეცადეთ რომ თქვენ როგორც ლიდერი ხელმძღვანელი არ გახდეთ უსამართლობის გამტარი. რამაც შეიძლება ასევე დაძაბოს თქვენი ურთიერთობა სოციუმთან. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 9 და 14 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 12 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო უბრალოდ სკოლისა მოდით აღვნიშნოთ რომ ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა დროდადრო იჩენს თავს. ამიტომ აქ მოდი ასე ვთქვათ რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ მათ შორის ქორწინებას, სარემონტო საქმეებს, ხვილს საყიდლებს. ეს ყოველივე ჯობია ცოტა ხნით გადავდოთ. პარტნიორებთანაც ურთიერთობა უფრო მეტად იძაბება, იმიტომ თქვენი სუბიექტური შეფასება მოვლენებისა ასევე გააღიზიანებს მათ. უსამართლობამ შეიძლება ეჩინოს თავი ამ ურთიერთობებში, ეს პერიოდი არ ვარ გამტო ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებებისთვის აქ სირთულეები მეტი იქნება და შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პრობლემებიც ეჩინონ თავი. მაგალითად, გაგვიფიჭდეთ სანტექნიკა, ელექტროტექნიკა და ამის გამოცვლის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ახლობლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ დაძაბულობა კიდევ მეტად გართულებს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ყველაზე კარგია თქვენთვის 10 დეკემბრის დღე და ეს რიცხვები და არ ვარგა 8-13 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსს არ უჩივით, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, უფრო მეტიც, აი აქ პრობლემები რასთან შეიძლება წარმოიქმნას, ზედმეტად პირდაპირ ხდებით. მათ შორის გამოთქმებისას, რაც არ გახასიათებს, სადღაც დაიკარგა თქვენი, ასე ვთქვათ, დიპლომატია, რამაც შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა და ამასთან ერთად პროტესტს გამოიწვევს მათი მხრიდან თქვენი მოქმედებებისადმი. ამავდროულად, მაგალითად, პირველი ნახევარი კვირისა ცუდი არ არის პროფესიონალიზმის გასავითარებლად, საქმეში დაუშვათ განვითარებისთვის, მეორე ნახევარი უფრო
რთულია. Რომ აქ საერთო დაძაბულობა და თქვენი მხრიდან აგრესიულობაც კი მოიმატებს, რაც გახდება პროვოცირების ფაქტორი კონფლიქტებისა. და ეს ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს ხარისხს მუშაობისა. ამავდროულად აღნიშნეთ, რომ ვერ იტანს სხვათა არაკომპეტენტურობას, რაც აიწევს თქვენი მხრიდან სწორედ განსაკუთრებულ აგრესიას. და ამასთან ერთად ეს პერიოდი არწყობს ხელს საზოგადოების სიაში გამოსვლას, მგზავრობა-მოგზაურობას, კონტაქტებს, შეხვედრებს, რაც შეიძლება ასეთი სიტუაცია დაიძაბოს, მოტყუების ცდილობაც მოიმატებს ფეიკების ალბათობა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და მაქსიმალურად აქტი თავდაჭერა მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, და-ძმებთანაც კი ურთიერთობებში, სადაც სიტუაცია სხვადასხვა გარემოებების გამო შეიძლება დაიძაბოს. Ყველას კარგია თქვენთვის 9 და 14 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 11 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფინანსურმა სირთულეებმა მეტად შეიძლება იჩინონ თავი, გააფრთხილდით ჯანმრთელობას, ახლობლებთან ურთიერთობებს, რათა აქაც ურთიერთობა არ დაიძაბოს სხვადასხვა მიზეზებით და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოერდეთ. არავითარი ზედმეტი კაპიტალდაბადებები, ინვესტიციები, სულ სწრაფი იქნებით გადაწყვეტილების მიღებისას, თორე ეს დაძაბავს კიდევ მეტად ურთიერთობებს და შესაბამისად დაგაშვებინებ. ამასთან ერთად თქვენი მოქმედება სხვათა, ასე ვთქვათ, სიტყვების გამონათქვამების მოქმედების მიმართ ზოგიერთ შემთხვევაში იქნება ზედმეტად აგრესიული, რაც გამოიწვევს საფოსკო რეაქციებს. ამიტომ თავდაჭერა აუცილებლად წამოწია წინა პლანზე და ისიც აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი, რომელსაც იმპულსურობა, სულსწრაფობა მოიმატებს, რამაც შეიძლება შესაბამისად დაგაშვებინოთ და ფინანსური დანაკარგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამიტომ აკონტროლეთ მათ შორის თქვენში ზედმეტი ეჩვიანობა, წყენა და ასევე სარკასტული გამოთქმები. რაც შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზული კონფლიქტების და უსიამოვნების ფაქტორი. ყველას კარგია თქვენთვის 10 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8-13 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება შილდოსტის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი არ ურჩევით, ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგია ბევრია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, პრინციპში ყველაზე წარმატებულია, გონება მახვილია, ფრიად კონტაქტური, კომუნიკაბილურია, პირველი ნახევარი კვირის უფრო მეტად უწყობს ხელს გარკვეული იდეების რეალიზაციას, თქვენი შესაძლებლობის გამოვლენა, ზოგიერთი შეცდომის გამოსწორებასაც და პრობლემების გადაწყვეტას, თუმცა უკვე ერის განმავლობაში განსაკუთრებით მეორე ნახევრისკენ იგრძნობთ, რომ მატლობს თქვენში ამბიციურობა, ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სარკასტული გამოთქმები, სულსწრაფობა, ყველაფერი გეჩქარებათ, რის გამოც შეიძლება შეცდომები დაუშვათ და პრობლემები დაებეოთ. და ამას მეაქცევთ ყურადღება, იმიტომ რომ დაძაბავს საერთო ურთიერთობებს, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში უფრო გართულდება ზოგიერთი იდეის რეალიზაცია და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ პროვოკაციების ტენდენციაც მოიმატებს, უსამართლობის ტენდენცია მოიმატებს და ეს უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს, აი ამ ტენდენციებს მეაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ყველას კარგია თქვენთვის 9 და 13 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 11 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და არჩევანი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, ამიტომ 7 პერიოდს ნამდვილად ვერ უწოდებ, პირიქით ერთ-ერთი ურთულესია წლის განმავლობაში. ამიტომ არაფერი ახალი სარისხვი არ დაიწყოთ, არავითარი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, მაქსიმალურად გავაფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, რომ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელსაც ინდივიდუალური მუშაობა უფრო გაამართლებს, ვიდრე კოლექტიური საქმიანობა, იმიტომ რომ აქ კონფლიქტების ტენდენცია ევროპულ ადამიანებთან მაღალია. პირველი ნახევარი უფრო მეტად უწყობს ხელს ხარდაჭერას კოლეგების მხრიდან, მეგობრების, დამხმარე ადამიანების მხრიდან, მეორე ნახევარში ეს ყველაფერი უკვე შემცირდება. ეს პერიოდი ამიტომ რთულია და ვეცადოთ, რომ თხილად გავიაროთ, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად იგრძნობთ და სხვა შორის ვერ აპატიებთ სხვებს არაკომპეტენტურ მოქმედებებს. არც ეს ტენდენციები მოიმატებენ. სხვადასხვა რთული სიტუაციები თვალსაჩინო იქნება და ამიტომ ეცადეთ, რომ აკონტროლეთ თქვენი მოქმედებები, ენასკველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, ზედმეტი არ ელაპარაკოთ და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან, იმიტომ რომ მოშორნეებს აქ არ ძინავთ. რაც შეეხება პერიოდებს 12 რიცხვი ყველას კარგია დეკემბრისა და 9-14 დეკემბრის დღეები არ ვარგა.
რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულება ერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, პირველი ნახევარი კვირის უფრო სასიკეთო, უფრო მეტად ხელს შეუწყობს სწორედ რისკის გათვლას, სწორად მოქმედებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ამავდროულად ამ კვირაში უკვე მატულობს მოშორნეების, ჭორების, ინტრიგების ალბათობა თქვენს საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე ყავით ყურადღებით მათ შორის განსაკუთრებით მეორე ნახევარში კვირის, იმიტომ რომ სხვა სახის კონფლიქტებმა დაპირისპირებამ პროვოკაციებმა შეიძლება ეჩინონ თავი. ზოგიერთ სულად წარმოეწონება თქვენი წარმატება, ზოგიერთი ამიტომ გეგმა შეიძლება შეიცვალოს, პერსპექტივები სადღაც გააქრეს. კოლექტიური მაგალითად ურთიერთმოქმედება ნაკლებ წარმატებული იქნება, პირიქით კრიტიკით აღსავსე გახდება ერთმანეთის მოქმედების მიმართ. მეგობრებიც კი უფრო პრეტენზიულები გახდებიან, ამიტომ აქ მოიხდებათ უფრო მეტი დროს ენერგიის დახარჯვა კონფლიქტების მოგვარებაზე. და ეს უფრო მეტად ხელში შეუხლის თქვენ წინსვლას და ფეიქების ალბათობა ინტერნეტთან მიმართებაში მოიმატებს, ამიტომ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შესტომაში არ აღმოჩნდეთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დავალებებს, რთული პერიოდი, ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია. და ვეცადოთ რომ თხილად გავიაროთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ კონფლიქტების, პრობლემების ალბათობა მოიმატებს. მეტი დრო ყურადღება დაჭირდება კარიერულ განვითარებას. ასევე უნდა გავთვალისწინოთ კოლეგების, ხელმძღვანელების, დაუშვათ მეგობრების ინტერესები. ასევე ზოგიერთი შეცდომის გამოსწორების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკოსები, რაც ყველა გააზვირებენ საკუთარ მოქმედებებს თქვენს საწინააღმდეგოდ და თქვენს ავტორიტეტზე ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენენ. ამიტომ თვითრწმენა თქვენი ცოტა შემცირდება. ეცეთ მაქსიმუმად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები, მათ შორის კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა აქაც სიტუაცია არ დაიძაბოს და ამა ნეგატიური დაღი არ დაასვას თქვენს კარიერულ განვითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 12 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი, არ ვარგა 9-14 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, მშვიდობიან კვირას პირველ რიგში და წარმატებებს. გემშვიდობებით მომავალში ხვდრამდე.